წავედი მეგობრებო პრაღაში, უკვე თვითფრინავში ვარ და ველოდები გაფრენას. დაახლოებით 4 საათამდე მოვიდა ფრენას. მოლოდინი მაქვს ძალიან მაღალი და ველოდები როდის უკვე ჩავალ და დავისვენებ. ჩავიდით უკვე და ამედი შეხვდა ძალიან ცუდი. მაგარი ზამბობა არის ბიჭო. სიცხე ჯოიგურ არ გქონდა შემიძლია. ეს ჩემი ოთახი. სიზურთავიც არის რა, ორი საწოლია. გავხედოთ. ესეთი ლამაზი ხედებიც გვაქვს რა. თოვლიანი ხედები. ვნახოთ ბანო ტუალეტი. ჩვენი ბანო ტუალეტიც ეს არის. პატარა ოთახია. სამზარეულო თაბლა. ესეთი პატარა საძვალები აქვს და ავალ უკვე ხიძე და დავით სუნკილკის პრაღაში რა. ასევე ვესტუმრე ჩარლის ხიდს, რომელიც ცნობილია თავისი ლამაზით. პრაღაში რამდენიმე გამორჩეული ხიდია, თუმცა როდესაც ვახსენებთ პრაღის ხიდს, როგორც წესი, იგულისხმება ჩარლის ხიდი. ჩარლის ხიდი ეს არის ქალაქის მთავარი სიმბოლო, რომელიც აკავშირებს ძველ ქალაქს. მშენებლობა დაიწყო 1357 წელს იმპერატორ ჩარლს მეოთხის ფარველობით. ლამაზი ხიდი, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია პრაღაში, ძალიან ბევრი ხალხია ამ ხიდზე. ხალხი უარი კაი იქნებოდა. ესეთი კადრები ვერ გამოდის, როგორც მე მინდა რა ეს ხალხის გამო. ძალიან მაგარი ნუ დავინახო.
ლამაზია, მაგრამ ქავრობა რა ლამაზია ხა? შემოვიდეთ მუზეუმში ხა და დავუყურეთ მუზეუმს. ეს პრაღის ნაციონალური მუზეუმი. დავით მუზეუმში. ნახოთ აპარატური მუზეუმია რა ლამაზია რა. ნაციონალური მუზეუმია. პრაღის ეროვნული მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე თამბჯდავი შენობაა. მუზეუმის ინტერიერი, მისი ცენტრალური პანთეონი და მოოქროვილი დარბაზები თავისთავად ხელოვნების ნიმუშია. აქ ნახავთ მინერალების უზარმაზარ კოლექციას და ცხოველების ფიტულებს. გამოფენა მოიცავს პერიოდს უძველეს დროიდან დღემდე, მათ შორის შუა საუკუნეების იარაღს და სამკაულებს. როცა მუზეუმის დათვალიერებას მოვჭით, გასასვლელში კი ასეთი საინტერესო რაღაც დავხვდა. სახელმოს მოგშივდა და ვესტუმრეთ რესტორანს, სადაც ცნობილია თავისი კანჭით და კარგი ლუდით, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ვესტუმრეთ ზოოპარკს, ყველაფერი შემოვიარეთ, რაც კი სანახავი იყო, მაგრამ რაზეც მე ძალიან გული დამწყდა რომ ვერ ვნახეთ, ეს იყო სპირტოები და კიდე რამოდენიმე ცხოველი, რომელიც ციცივის გამო არ გამოუშვეს და ფაქტიურად ნახევარზე მეტი ცხოველი ვერ ვნახეთ და ეს ძალიან არ მოეწონა. ეს არის კარშტეინის ციხესიმაგრე, რომელიც ჩეხეთში მდებარეობს. სტილის ციხესიმაგრე მე-14 საუკუნეში 1358 წელს საღვთო რომის იმპერატორმა და ჩეხეთის მეფემ კარლ მე-4-მ დააარსა. ციხესიმაგრე დაახლოებით პრაღიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სიმბოლური ისტორიული ძეგლია. შეღიდე ამას როზდა. აი ეს ნახეჭი. ეს უკვე რა არის იყო? ეს არის ჭა, რომელიც არის კოშკში და აქედან გამომდინარე ანუ ეგონათოს მაგათ უღებდით ვიდეოს. მე